ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა დასრულებულია. შედეგების შესახებ უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სწორედ ახლა საუბრობს. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტიც და ჩვენ ბრიუსელიდან პირდაპირ ჩართვას გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ. მანამდე ვისაუბრებთ სხვა თემების შესახებ და იმის თაობაზე, რომ თბილისის მთავარი ნაძვისხე ცოტა ხნის წინ აინთო და დედაქალაქის მასშტაბით ყველა საახალწლო ილუმინაციაც ჩაირთო. ტრადიციას წელს ზეიმი არ ახლდა და ეს გადაწყვეტილება მერმა მოსალოდნელი პროვოკაციების პრევენციისთვის მიიღო. აგრესიულმა ჯგუფებმა სცენას, სადაც ნაძვისხის ასანთებად ბავშვები უნდა ასულიყვნენ, დაუშინეს შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები. რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შის მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მieყვანათ. რუსთაველზე ბავშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე შვილების თანხმდასწრებით მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ და პირდაპირ ვიტყვის სხვა რა უნდა უწოდო ამას თუ არა ლიბერალური ფაშიზმი. დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მანამდე სკოლის ბავშვებს ძალადობრივ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა საზოგადოების აღშფოთება, ალბათ შემდეგი უკვე ბაღის ბავშვების მოწოდება იქნებოდა ძალადობრივ აქციებში ჩართულობისკენ და მან იმის თქმაც კი იკადრა, რომ რუსთაველის გამზირი გაზით იყო გაჟღენთილი და იქ ბავშვების მისვლა საშიში იყო. მას შემდეგ, რაც ნაძვისხის ანთების ღონისძიება გადავდეთ რადიკალებმა, რომლებმაც 26 ოქტომბერს წააგეს საპარლამენტო არჩევნები, 14 დეკემბერს წააგეს საპრეზიდენტო არჩევნები, წაგების შემდეგ ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს.